დღევანდელ ვიდეოში დავუგემოთ თბილისში სხვა ხოდოგებს შევაფასოთ მათ და დავუწევთ ქულებს, ამიტომაც არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება, სარგებლობის გააქტიუროთ და არხის გამოწერა და წავედით ხა პირველი ხოდოგისკენ რა. აუ მზეაცა. რეალურად ბიჭო ვერ ხედა. მოგეთ მეგრო ჩვენს პირველ ხოდოგს გავჩვენოთ ვეიმარში, ეს არის სოკარის ბენზინკალონკებთან და შევიდეთ ეხლა და ვნახოთ როგორი ხოდოგი ექნებათ მათ. მოკლედ ესაა ჩვენ ვეიმარის ხოდოგი, ეს ღირდა $7 და შევკვეთ ყველის, იმედია გემრიელი იქნება. პირველად მოკლედ ვეიმარის ხოდოგს და ვნახოთ ეხლა როგორი იქნება რა. ძალიან გემრიელია. მართლა არ მეგონა ესეთი კაი ხოდოგი თუ ექნებოდა. შეიძლება ძალიან კაია, ყოჩა ხმარს. მოკლედ ძალიან კაია, $7 ღირს. ეხლა ამ მომენტში, მაგრამ ფასდაკლება აქვს და ხუჩავათს არის უფრო ნაკლები ფასი და $7-ისთვის. ნუ მოკლედ კაი ხოდოგია რა, ეხლა ეს არა ისეთი ხოდოგი რომ დაждდე და რესტორანში ჭამობ, არა, ისეთი ხოდოგია რომ სანმე რომ მიდიხარ, გამოიარო, გააჩერო ხოდოგი აიღო, ჩაჯდე მაგრაში და ეგრე ჭამო რა. ამიტომაც 10-დან 9 ქულას დაუწერ, იმიტომ რომ ფასთან შედარებით კაია, უბრალოდ ნუ მე ის 10 ქულა იქნება ძალიან კაი ხოდოგი და კაი ხოდოგია, ძალიან კაია, მაგრამ ძალიან კაია რა. მოკლედ კაი ხოდოგია, გადავედით ხა შემდეგი ხოდოგისკენ. მოკლედ მეგობრებო, მოვედით ბიქსებში, ეხლა შევალ გავსწრებთ მათ ხოდოგს და ვნახოთ როგორი ხოდოგი ექნებათ. მოკლედ ჩვენი ბიქსების ხოდოგიც მოვიდა, მეგობრებო. სამწუხარო ისაა, რომ გვიან მოვედით 5 წუთში იკეთება გალერეა და მალე უნდა ვჭამო, თორე კაროჩე მალე უნდა ვჭამო, იმიტომ რომ ბიქსებში აღარ შეგვიშვეს. გასტანაც მოგცემთო და რავი არ გავჭიქი 5 წუთში შევჭამ და მაგარი ისა დადოდღნულია, მაგრამ კაი ხოდოგი ჩანს. აუ ეს რა არის? ეს რო კურიერს მოვიტანა, აჯაბსანდალი მოვიდო. აუ ეს ხელთათმანის გარეშე ეს ხელთათმანები არ ჩაგვიდეს? რა პონტია ბიქსებში, მაწყენი. ისე რო ვჭამო გამაგდებენ მართლა? თენდას. აია გავუთანს ბიქსებში ძალიან ხშირად ვარ ნაყოფი, ხოდოგი არასდროს არ მიჭამია და პირველად ვჭამდა პირველი რეაქციები იქნება, აუ ძალიან და სული. კაია, გემრიელია მართლა. გემრიელია, პროსტა ძალიან ბევრი соуსი აქვს რა. ამდენი соуს, ზოგადად соуსი მიყვარს და ამდენი უკვე ზემეთია. იმიტომ რომ სამ სველია პარკი. ეს შევაჩვენოთ ესა? ახლა წავიდო, მე კიდევ ვუყნაო. მოკლედ ეს ხოდოგი ღირდა. დაახლოებით $10 ზუსტად არ მახსოვს და ფასს. აწერია ფასი აგერ. ხო, მოკლედ რო არ მოგატყუოთ. გემოთ მერჩნო ვეიმარის ხოდოგია. მარტო ვეიმარის ხოდოგი მერჩნო. იმიტომ რომ ნახეთ იდეაში სხვანაირი სტილის ხოდოგია რა, ნუ ესაა უფრო ხრაშუნაპური აქვს და ესეთი соуსებით გაძვირილი ხოდოგი ვისაც უყვარს იმისთვისა ეს რა. მე რო არ მოგატყუოთ ფილიპურის ხოდოგი მიყვარს და არა ხრაშუნა და დატო სტილი ესე თქვა და მაგიტომ მომწონა უფრო ვეიმარის რა, მაგრამ ცუდი არა ესეც რა თქმა უნდა, სოსისი ორივეს კაია, თამასის და ვეიმარცაც, მაგრამ ფასთან შედარებით ვეიმარის ხოდოგი უფრო მერჩენო, ამიტომაც ამას მე დავუწერ 8 ქულას. ანუ ცუდი არა, მაგრამ ის უფრო იაფია და მე ის მერჩენია რა. ამიტომაც ხო 10 ქულას და 9 ქულას ვერ დავუწერ ამას. 8-ს დავუწერ. კაი ხოდოგია, მაგრამ ფასთან შეფარდებით ის უფრო ჯობია. მოკლედ ჩვენი შემდეგი ხოდოგი არის good choice და უნდა მივიდეთ ახლა იქ და ძალიან დაგვიანდა და იმედია ის დაგეტილი არ იქნება და იმედია გვიანობამდე მუშაობენ და წავედით კაროჩე good choice-ია. მოკლედ მეგობრებო, მოვიდით good choice-ში, ეს არის ჩვენი ყველაზე ძვირიანი ხოდოგი, რაც დღეს ჭამეთ. ეს $12, ერთი ხოდოგი, მენიუ ღირს 20 რაღაცა ლარი, არ მახსოვს ეგ ზუსტად, მაგრამ არა უშავს და მოკლედ შევიდეთ ახლა და ვნახოთ როგორი ხოდოგი იქნება. და მანქანამ გაგვიტანა, ამიტომაც გამოდი მალე მაქეთ, თორე გაგიტანა მანქანა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი good choice-ის ხოდოგიც მოვიდა. ეგრეთ დიდია ეს. ვიდრე წინა ორი იყო. ეს. ძალიან კაი აქვს. სამ და კვალი აღრია როგორც ხედავთ.
და ნახოთ რა ეხა გავშვით. აია. მე მგონი თვითონ სოსის შენ ტყალი აქვს. ვეიმარცაც ესე ხონდა. და ზემოთ ყოლი ძალიან უხდება რა. სოუსები კაია. სისხალიც აქვს ცოტა. მე მგონი დობი აქვს ცოტა. ვერ ხედავ მაგრამ წეს და გემრიელია მართლა. ფრიარი ძალიან კაი. იმაზე კაია ვიდრე მე მგონა. ისე როგორც ვიცი, გუჩოისი ისა. საბურგერე უფრო ვიდრე სახუთ დოგი. ძალიან კაია. მოგულ. ამას მე პასტა შედარებით ავწერ. 9 ნახევარს რა. 10 ბიჭო მენანება, მაგრამ კაია. კარჩა 10 აუწერა. 10 კულის ამართლა. ძვირი არა, მართლა არა ძვირია. ამ ჰოდოგისთვის. ამიტომაც 10 კულას აუწერ, ძალიან გემრიელია და ბევრ ჰოდოგს მისვენი, ანუ თუ მაგ ფული მოვალ და შევჭამ სამ. ფულს არ დავზეო. იმაში ვერ სავჭამ. ძალიან კაია. მე გავავით გარეთ და შეჯამება თქვა ყველა ჰოდოგის. მეგობრო, მოკლედ. ცუდად ხელოთ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ძალიან გვიანია. ოპერატორი გაგვექცა. იმიტომ რომ ძალიან გვიანია და ისა რა, მე გავაუტროს. იმიტომ ძალიან გვიანია. მოკლედ, მე როგორ სახეთ გავშვით სამი ჰოდოგი, ყველაზე მეტად მომეწონა რა თქმა უნდა გუჩოისის, იმიტომ რომ ძალიან იყო რა. ამაც ვაფშე არ ჩამოვა. ზანგი ვარი მე. მოკლედ, ყველაზე მეტად მომეწონა გუჩოისი. იმიტომ ძალიან იყო. მეორე ადგილზე მე გავიყვან თქვენ წარმოგიდგენთ ვეიმარს და რა ქვია Big Sam's და ანუ მესამეზე Big Sam's რა, იმიტომ რომ Big Sam's პური იყო ხრაშუნა და დატოსტილი ესე თქვა რა და ვეიმარტის პური იყო რბილი, ანუ მე რბილი პური უფრო მევასება. ხლა იყო რა, მაგათ მე დიდ გამოდები ვიდეო მოგწონთ, დაალაიქეთ, გამოიჭერთ რასტორის არის მოგი. აბა თქვენით რა, იმიტომ რომ სულად ჩამარდა ეხლა ბელს აღარ მოგაწყენთ. წავედით რა სახში. Oh my god.